ბაჰარი. მოდი ძვირფასო. ჩემი პრინცესა ადგილზეა. რა კარგია, რომ მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ. ელფინმა ყველა გაგვაერთიანა. მას უკვე აღარაფერი ემუქრება და ახლა, როცა უსიამოვნებები უკან მოვიდოვეთ, მას მხოლოდ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს ვუსურვებ. გეთილი იყო შენი მოსვლა ძვირფასო. გმადლობთ. აბა, დავიწყოთ თორემ საჭმელი გაცივდება. გემრიელად მიირთვით. დემირ, შვილო, დოლმა. ჯერ წვნიანს დავამთავრებ. კარგი. ელფინ, მინდა რომ ცოცოდა ყველაფერი გასინჯა. ეს ყველაფერი ფამუქმა სპეციალურად შენთვის მოამზადა. ყველაფერი მადის აღმძვრელად გამოიყურება, გმადლობთ. შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით. რას ამბობ, შვილო, რა შეწუხებაა? დიდი მადლობა. შეგერგოთ. ელფინ, ოთახი მოგწონს? ცოტა ვჩქარობდით, მაგრამ როცა საბოლოოდ გამოგეთდები, შეგიძლია შენებურად მოაწყო. აისუნ ჰანიმ, რატომ უნდა მოვაწყო ოთახი, სადაც ცხოვრებას არ ვაპირებ? ამას რატომ ამბობ, ელფინ? როცა მე და შენი ძმა დავქორწინდებით, შენი ოთახი ყველა სახლში გექნება. აქ ნებისმიერ დროს მოხვალ. ხომ ასეა, დემირ? ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ჩემი და ესესაა საავადმყოფოდან გამოვიდე. უბრალოდ მინდოდა ნელ-ნელა მოუმზადებულიყავით. კარგი. ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ალო, ჯაბარ. რა უფირად შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ? მხოლოდ შეტყობინების გაგზავნით არ უნდა შემოვიფარგლოთ. მზადყოფნაში იყავით. როგორც კი ქვეყანაში შემოვა, მაშინვე უნდა ავიყვანოთ, თორემ ვერასდროს გავიგებთ ბაჰარს რა უთხრა. ბაჰარი ბოლო დროს უცნაურად იქცევა. ან არაფერი იცის, ან იცის და მიმალავს. ვერ ვიგებ. მალე ჭკუიდან გადავალ. ნუ ღელავ, ყველაფერს მივხედავ. მზადყოფნაში ვარ. გაგაგებინებ, როცა ქვეყანაში იქნება. კარგი, გმადლობ. ცდილობ ბაჰარის გული დავიპყრო. არავის მივცემ უფლებას ხელი შემიშალოს. ადრე თუ გვიან ბაჰარი ჩემი გახდება. გონულ ხანი. ორ დღეს გაძლევთ. ფულს დამიბრუნებთ და გავსწორდებით. თუ არა და ფულის სანაცვლოდ სახლს მივიღებ. წლები ვმუშაობდი, რომ ეს სახლი მეყიდა. ახლა კი ორ დღეში ვკარგა. გონულ ასეთი ბედი გქონია.
რას ვიზამთ? არა უშავს. თავარია ხაზარმა ჩამრთელი შვილი გააჩინოს. ერთად ვიყოთ. სახლი მეორე ხარისხოვანია. რამენაირად ვიცხოვრებთ. შვილო. დედა. დაბრუნდი შვილო. ხო, მაპატიე ცოტა დავაგვიანე. ჩვენს მაღაზიაში ორცხობილა არ იყო. რა უშავს შვილო. წამოდი. მომზადება გავაგრძელოთ. ორი უფრო სწრაფად მომრჩებით. კარგი. შერებ, მაპატიე რომ შეგაწუხე. რას ამბობთ, ფამუქანი? რა შეწუხება? ბაჰარი არ არის? თავს როგორ გრძნობს? კარგად არის. დღეს თავის ოთახში ვახშმობს. შენ არ შეჭამ შვილო? არა, გმადლობ, ჯერ ბაჰარს ვნახავ და მერე რამეს შევჭამ. კარგი. ძმა. შეგერგოს, როგორ ხარ? ფამუქის წვნიანმა გარგო? ხო, მომენტალურად. ძალიან კარგი. ჯამე, მერე შეგვიძლია სადმე გავიდეთ. ძილის წინ ცოტა გავისეირნოთ, რა სიტყვი? შეიძლება. თავს თუ უკეთ ვიგრძნობ, შეგატყობინებ. შერებ. ჩემ გამო შენი საქმეები მიატოვე. მაპატიე, თავს უხერხულად ვგრძნობ. რას ამბობ ბაჰარ? შენზე უნდა ვიზრუნო. ჩემთვის მთავარია შენ იყო მშვიდად. ხომ იცი, მამა შენს დაუპირდი, რომ ყოველთვის დაგიცავ. კარგია, რომ მამა ჩემი ასე გენდობოდა. რა სამწუხაროა, რომ არაფერი მახსოვს. მაგრამ შენი წყალობით ჩემს მეხსიერებაში გაჩენილ ხარვეზებს ვავსებ. ბაჰარ, იმედია რაუფის ბოდვა სერიოზულად არ მიიღებ. მიხარია ამის მოსმენა. თუ გასეირნება მოგინდება, გამაგებინე. არ აქვს მნიშვნელობა როდის. თუ დღეს შეუძლოთ ხარ, ხვალისთვის გადავდოთ. კარგი. დროებით. ასეთი ამაყი და კეთილშობილი გონული შვილი ჩემივე ოფისში მემუქრება. შესაძლოა ეს კარგიც იყოს. როცა დედა შენი ამას გაიგებს, სახლს თავად დატოვებს. რამეს იაფად ვუყიდი.
ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული მე დავრჩები. ხაზან, არ დაგავიწყდეს. ასეთ ტიპებს მათივე მეთოდებით უნდა ებრძოლო. ხაზან. ზოგჯერ ცხოვრება ისეთი რამის გაკეთებას გაიძულებს, რასაც მანამდე ვერ წარმოიდგენდი. შეწყვიტე სხვებისთვის ცხოვრება. ასე ბედნიერებას ვერ მოიპოვებ. შენი თავისთვის იცხოვრე. არავის მისცე უფლება რომ გმართოს. იბრძოლე საკუთარი უფლებებისთვის. თავი არავის დააჩაგვრინო. როცა საზღვრებს არ უწესებ, ადამიანები თავხედდებიან. მისნაირი ტიპები ყველაფერს წაგართმევენ და მათ შეჩერებას ვეღარ შეძლებ. თუ შეგატყვეს რომ გეშინია დაიღუპები, თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებ, ყველაფერს გადალახა. შენ ძლიერი ქალი ხარ. შენში დიდ პოტენციალს ვხედავ. იყოს ასე, თვალი სტილ და კბილი სტილ ბურჰან ბეი. ეს აქციელი არ შეგრჩება. პასუხს აგებ იმისთვის, რაც გაგვიკეთე. ჩემი დედა და ჩემის დამცირების უფლებას არავის მიცემ. ძმაო, უკვე დავნაყრდი. კარგი ძვირფასო, ახლა ვეწავალთ. ასე ვერ გაგიშვებთ. ამდენი დესერტია. ჯერ ვირთვათ და მერე წადით. შენ თებშები ალაგე, მე დესერტს მოვიტან. კარგი? დასარეკი მაქვს, მერე დაგვიანდება. აუცილებელია რომ ახლა დარეკო. ჯერ დესერტი გეჭამა. უჩემოდ გააგრძელეთ. ხაზან, ძვირფასო, დესერტი მზად არის. მოდი შვილო გასინჯე. არა დედა არ მინდა. ასე როგორ შეიძლება? გასინჯე მაინც. დედა, შევჭამ, მაგრამ მოგვიანებით. ახლა არ მინდა. კარგი შვილო. დედა, შეიძლება ნურჯანს წავუღო. გახსოვს ამას წინათ. ხოზელი მოგვართვა. ცარიელთებს ხომ არ დავუბრუნებთ. უხერხული იქნება. ხომ არ ჯობს ჩვენთან დაგვეპატიჟა? არა. დედა იქიმა მირჩია რომ ბევრი უნდა ვიარო. მე კი საერთოდ არ დავდივარ. თან გავისეირნებ, თან დესერტს მივუდან. კარგი შვილო. დამელოდე მოგიმზადებ. კარგი. კბილეული უყვარს. ესე იგი რაუფის კაციც გაქრა რა? ასეთი ტემპით იმ ტიპს ვერ დავიჯერთ. მოდი იმ ტიპის ძებნაში დროს ნუ დავკარგავთ. გავანადგუროთ ყველა, ვინც შენსა და ბაჰარს შორის ჩადგება. ეს პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა, ძმაო. დამიჯერე. ვიცი რაუფი როგორ უნდა გავანადგურო, მაგრამ აისუნის გარეშე რთული იქნება. აისუნმა ჩემზე რომ მიეჭვოს, მიხვდება რომ ბაჰარს და რაუფს კავშირი აქვთ. იფიქრებს რომ მასზე ნადირობენ. მერე კი ბაჰარს მაშინვე ფსიქიატრიულში მოათავსებს. მე ან ციხეში გამიშვებს, ან სასაფლაოზე მიმიჩენს ადგილს. მერე მართლა ვეღარაფერს ვიზამთ. ნუ ღელავ, შენ გვერდით ვარ. განსაცდელში არ მიგატოვებ. ის ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ მისი დროც მოვა. ყველაფრისთვის პასუხს აგებს, მაგრამ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. ჯერ ბაჰართან მიმართებაში უნდა გავერკვე. უნდა გავიგო რა იცის და რას მიმალავს.
ეს აუცილებელია ჩემთვის. დროებით ჯაბარ. მოდი ახ ნაბიჯვარო. რა ხდება? ხელი გამიშვი. დემირ? გამიშვი. რა ხდება? ნურჯან, როგორ ხარ? კარგად, ხაზან, შენ როგორ ხარ? არა მიშევს, ახლა შენთან მოვდიოდი. დესერტი მომქონდა. გამომართვე, დედა მოამზადა. ხაზან, რატომ შეწუხდი? შემეცლა თვითონ მოვსულიყავი. რაღაც მინდა გკითხო. ბურხანის ცოლის ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვს? გულდენის ტელეფონის ნომერი? ხო, კი, მაქვს. გამოგიგზავნო? გამომიგზავნე. რა გინდა? ატელიერში შარვალი მოიტანა და მგონი საერთოდ დაავიწყდა. ტელეფონის ნომრის გაგება ლეილამ მთხოვა. გასაგებია, გამოგიგზავნე. ხო, ჩავიძერ. გამოგზავნე. მივიღე. დიდი მადლობა. ხო, მართლა ხვეზელი ძალიან გემრიელი იყო, გმადლობ. არაფერს. ნახვამდის. ხაზან, გონულს მოკითხვა გადაეცი. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავცემ. რომელ ყუთზე მელაპარაკები, რა სისულელია? ხელი გამიშვი. მომატყუებ ჩემი თვალით ვნახე. ბაჰარის ნივთებს აგროვებ. თმის სამაგრებით დაწყებული, ხილებით დამთავრებული. ღირსება სულ დაკარგე? მიპასუხე. ის გოგო, გინდა რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციო? შენ მანიაკო. დაუგულდენ, გამარჯობა. ხაზანი ვარ. გონულის შვილი გახსოვართ? რა თქმა უნდა, მახსოვ ხარ. გამარჯობა, ხაზან, როგორ ხარ? მოხდა რამე? დაუგულდენ, სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გცალიათ? ოფისში მოდი. ეს არის სახლიდან გამოვედი. ბურხანს საჭმელი უნდა წავუღო. იქ შევხვდეთ. ძალიან კარგი, მალე ვიქნები. ეგ ლუკმა ყელზე როგორ არ დაგადგება, მაგასაც ვნახავ. მოკლავ. მიდი. გაგანადგურებ. ოდა მიდი. დემირ. გაგიჟდი? რას ეკეთებ? როგორ ხარ? რა ხდება? რატომ ჩხუბობთ? მას კითხე. ძალიან კარგად იცის რატომ. არ ვიცი, ბაჰარ. გონი გაგიჟდა. არაფრის გამო თავს დამესხა. შენ ნაბიჯვარო, მე შენ გიჩვენებ. გითხარით საკმარისია მეთქი. ელფინია სახლში. ჯერ ისევ სუსტად არის. გინდა რომ ჩხუბის მოწმე გახდეს? გაჩერდები? დამშვიდდი. შენც დამშვიდდი. კარგი? ახლა რადგან ორივე დამშვიდდით, მითხარით რა მოხდა? თქვით. ამ ტიპისგან თავი შორს დაიჭირე. მას არასდროს ენდო. ის გველზე უფრო საშიშია. ამას შენივე უსაფრთხოებისთვის გირჩევ.
kendi iyiliğin için. ამ ტიპისგან თავის შორს დაიჭირე. Ne söyleyeceğiz? თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ თქვი დემირ. Şimdilik bu. ჯერჯერობით ეს არის, რაც უნდა იცოდე. შენ კი ბაჰარს ყველაფერი აუხსენი. Bu iş burada bir შენთან ლაპარაკი ჯერ არ დამისრულებია. elimden çekeceğim. დიდ შარში ხარ. Ne oluyor Şeref? რა ხდება შერებ? Ne alıp veremediniz? რა ვერ გაიყავით? Neden დემირი bahsediyorsunuz? ასე Niye kavga ლაპარაკობდა? ediyorsunuz? Söyledim. უკვე გითხარი ბაჰარ. Neden bahsettin? მართლა არ ვიცი რაზე ლაპარაკობს. Herif თავს მოულოდნელად დამესხა. ნამდვილი მანიაკია. şimdi ახლა უნდა რომ თავისი მიზნებისთვის გამომიყენოს. სულ შეიშალა. Neyse. კარგი, Mesele აღარ გავაგრძელებ. hepimiz ყველანი გაღიზიანებულები ვართ. მაგრამ აღარ მინდა ასეთი სცენის მომწრე გავხდე. საკუთარ სახლში. თუ რამე პრობლემა გაქვთ, მოაგვარეთ როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა. ჩხუბით ვერაფერს გახდებით. senin ya. პასუხს აგებ ადვოკატო. ამას არ შეგარჩენ. İşte. რა ხდება? შანტაჟმა არ იმუშავა და მოხვედი რომ მე მუდარო? მე უკვე ყველაფერი გითხარი. სახლში წადი. გულდენ ხანიმ, გელოდებოდით. გამარჯობა ხაზენ. დაჯექი გთხოვ, ფეხზე ნუდგა ხარ. კარგი, გმადლობ. Tatlı yemek ხაჯერ დესერტი არ გინდა? Yiyorum hanım. მივირთმევ. ხედავ. ძალიან გემრიელია. ელფინ, ადაკი პრინცესა, მივდივართ. კარგი ძმა. დემირ, რა გიჩქარება? დესერტი არ გაგისინჯავს. ელფინის ოთახი მზად არის. შეუძლია დაისვენოს. გოგო ისედაც დაღლილია. შენც დარჩი. აქ ადგილი ყველას ეყოფა. დარჩენას ჯობს. სახლში ასეთი კომფორტი არ გაქვს. ხამით ავდგები. ელფინს დავხედავ ხოლმე. მართალია? მივდივართ. შვილო, აი სულხანიმა ყველაფერი მოამზადა. დასლო ხერხული იქნება. გითხარი მივდივართ მეთქი. ელფინის ნივთები მოამზადე, მანქანაში გელოდებით. წამოდი საყვარელო. მოდი. დემირ, შეჩერდი დემირ. არაფერი გიჭამია. რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? თუქში შემოგვიერთდი. გმადლობდა. რაღაცის თქმა გინდოდა, რა ხდება? არ მკითხოთ. თქვენი ქმრისგან ფული ვისესხეთ. შევთანხმდით, რომ ნაწილ-ნაწილ გადავიხდიდით. მაგრამ მე და დედაჩემს ხომ ვიცნობთ. პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ.
ბალს ყოველთვის ვიხდით, მაგრამ ბურხან ბეიმ სასწრაფოდ ფულის დაბრუნება მოგსხოვა. სახლის წართმევით გვემუქრება. ბურხან, ადამიანებს ზეწოლას რატომ ახდენ? ქალებს ემუქრები? ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. თხოვეთ ვემუდარეთ, მაგრამ არანაირი შედეგი. და კიდევ რაღაც. თქვენი თვალით ნახეთ. იმ დროს, როცა ქმარ სახლში ელოდებით, ის სხვასთან ერთობა. ღმერთმა დაგწყევლოს. ნაბიჯვარო. დაწეკი პრინცესა. ძმაო, გზაში სიტყვა არ დაგიძრავს. ვხედავ რაღაცაზე ბრაზობ. დაძაბული ხარ. ალბათ დეიდასთან ამაზე ლაპარაკი არ გინდოდა, მაგრამ მე მაინც ნუ დამიმალავ. მე შენ არაფერს გიმალავ. ხომ იცი? მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მიდი დაწეკი, უნდა გამოიცინო. მიდი. კარგი, ღამე მშვიდობისა. ბაჰარ, ვიცი რომ ვერ მიტან. არ დამიჯერე, როცა ჩვენი ურთიერთობის შესახებ მოგიყევი, მაგრამ გთხოვ, გემუდარები, ჩემს სიტყვებს სერიოზულად მოეკიდე. იმიტომ რომ შენზე მართლა ძალიან ვღელავ. გთხოვ, შერეფისგან თავის შორს დაიჭირე. გემუდარები, ბაჰარ. გემუდარები. დემირ, თუ საქმე ასე სერიოზულად არის, რატომ არ მიყვები, რა მოხდა? არ შემიძლია, ბაჰარ. ჯერჯერობით არ შემიძლია. ენა არ მიბრუნდება, გთხოვ. გთხოვ, გააკეთე, რასაც გეუბნები. იმ ნაძირალა შერეფისგან თავის შორს დაიჭირე.
ნუ გეშინია, ამიერიდან ჩვენი დაშინების და დამცირების უფლებას არავის მივცემ. ბოროტება დაუშელი არ დარჩება. აისუნ ხანი მიმართალი იყო. საკუთარი თავის უნდა ირწმუნო და დაბრკოლებები აღარ შეგაშინებს. ვეღარავინ შემაშინებს. ამიერიდან ჩემი ეშინოდეთ. მედი, მიპასუხე. მიდი, ტელეფონი აიღე. შენთან საქმე ჯერ არ დამიმთავრებია, ნაბიჯვარო. ჯერ არ დამიმთავრებია. ადვოკატმა ეს ხუთი როგორ იპოვა? ეშმაკი ვახსენე და აი ისიც. ბაჰარ. შერეფ. გთხოვ, სიმართლე მითხარი. შენსა და დემირ შორის რა ხდება? ამიხსენი გამუდმებით რატომ ჩხუბობთ? ხომ გითხარი, ბაჰარ? არ ვიცი რა უნდა. თავიდანვე გადამეკიდა. გონი ექიმთან არის მისასვლელი. თანაც არ ღირს, რომ მის სიტყვებს ყურადღება მივაქციოთ. ხედავ, შენც ზიანს გაყენებს. იმ ტიპმა თავის ბინძურ თამაშით ჩაგითრია. მოგატყუა. შენს გრძნობებზე ითამაშა. თქვას რაც უნდა. რატომ არ ამბობს? არ ვიცი. ვერ ხვდები თავს ასე მოულოდნელად რატომ დაგესხა. მეგონა შენი ცოდი და ამიტომ მკითხე. არ მითხრა, რომ იმ მატყუარას სიტყვების გჯერა, ბაჰარ. მითხარი, ოდესმე უხეშად მოგპყრობი ვარ, მომიტყუებიან, მიღალატია? მითხარი. არა. აი ხედავ, მის სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ცდილობს ტალახში ამომსვაროს. კარგი. რადგან ასე ამბობ, ესე იგი ასეა. იმედია მასთან კონფლიქტში აღარ შეხვალ. მოგვიანებით გნახავ. დროებით, ბაჰარ. მიპასუხე. მიპასუხე, თორემ საქმე ცუდად წაგივა. რა გინდა? როგორც კაცებმა, ერთ-ერთზე დავილაპარაკოთ. ხვალ, კიმბურგაზის პორტში შევხვდეთ. ყველაფერს იქ გავარკვევთ, მაგრამ მოწმეების გარეშე. თუ ამის გამბედაობა გეყოფა. თუ გამბედაობა გეყოფა, გელოდები. კარგი, ადვოკატო, როგორც გინდა. მიხარია, რომ იმის გამბედაობა გეყო, რომ შიშარასაბით ზურგიდან არ დამესხითავს. ეს მაწყობს. გაჩვენებ, როგორ უნდა ბაჰარის წინაშე ჩემი დამცირება. ხვალ შევხვდებით და ანგარიშს გავასწორებთ.
ხმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.